გაიზრდება თუ არა მოთხოვნა ეკომეგობრულ მასალებზე. უკვე არის ეს მოთხოვნა გაჩენილი და თავისთავად ცხადია რომ ყოველწლიურად გაიზრდება. რაღაც დღეს ძალიან სიახლეები გვაქვს. ყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც 100%-ით გვაძლევს გარანტიას. რა ტიპის მოვლა საჭირო ისე, რომ არ დაზიანდეს კონკრეტული მასალა? მე მგონი ეს სამივე ისეთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მასალის შეძენამდე უნდა იყოს გათვალისწინებული. იქნებ აგვიხსნა, რატომ ექცევა ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. თითოეულ ქვეყანას აქვს რაღაცა თავისი, მოკლედ რო ვთქვათ, ესეთი სპეციფიკაცია. ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები, ჩემი სტუმარი კი არის ლეთმის წარმომადგენელი მამუკა. მამუკა, პირველ რიგში მითხარი, როგორ ხარ და მოგვიყევი მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. იდეალურად ვარ. მშვენიერი. მადლობა. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის მასალების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც არის ჩინეთი, თურქეთი, აგერ თქვენ პოდკასტში გავაჟღერებ, რომ უკვე დაგვემატა ინდოეთი, ასე რომ ძირითადად არის ჩვენი საბითუმო, არა საცალო, არამედ საბითუმო შემოტანა გვაქვს მასალების. ანუ საცალოდ არ მუშაობთ. საცალოდ არ მუშაობთ. რაც შეეხება მასალებს, დიდი ჩამონათვალი გვაქვს, გარდა მასალებისა ჩვენ შემოგვაქვს კიდევ სხვადასხვა სახის დანადგარები, ასე რომ საკმაოდ ფართო არჩევანია, დეტალებისთვის შეუძლია ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელს რომ შევიდეს ჩვენ საიტზე და საიტზე ნახოს უფრო დეტალურად, იქ აღწერილია როგორც პროდუქციის მახასიათებლები, ასევე ფასები, გზა ორიენტაცია. ახლა შევეხებით ამ თემის ირგვლივ ძალიან საინტერესო დეტალებს და პირველ რიგში რაც ყველას აინტერესებს ალბათ, მეც მაინტერესებს, მინდა გკითხო, როგორია მასალების შემოტანის პროცესი, აი რა ეტაპებს გადიხართ? რაც შეეხება მასალების შემოტანას, პირდაპირ კავშირშია რომელი ქვეყნიდან შემოგვაქვს, იმიტომ რომ თითოეულ ქვეყანას აქვს რაღაცა თავისი, მოკლედ რო ვთქვათ, ესეთი სპეციფიკაცია. თუმცა ერთი ფორმულა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს, ეს არის ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენელი, როდესაც შემოდის ჩვენთან მოთხოვნა, შემდეგ მიდის უკვე ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენელი კონკრეტულ საწარმოში, ეს იქნება წარმოება თუ ქარხანა, სადაც ამოწმებს ხარისხს და რამდენად თანხვედრაშია მოთხოვნასთან. შემდეგ ხდება უკვე ლოჯისტიკური საკითხების დალაგება და ჩვენთან უკვე ჩვეულებრივი პროცედურებია, რომელიც მოიცავს რაღაც გამბაჟებას, დეკლარირებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თუმცა აქ აღსანიშნავი არის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ეს იქნება თურქეთი, ჩინეთი თუ აგერ უკვე ინდოეთში სტეიჯი დაგვემატა, ყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც 100%-ით გვაძლევს გარანტიას, რომ იქნება ზუსტად ის იგივე მასალა და იგივე პროდუქცია, რაზეც იყო მოთხოვნა გაგზავნილი. მამუკა, ალბათ რაღაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხო, მასალის არჩევა. იქნება ეს სირთულეები გაგვაცნო უკეთ. რაც შეეხება მასალების შერჩევის სირთულეებს, რამდენიმე შემიძლია, ისევ ჩვენი პრაქტიკიდან გამოცდილებიდან გითხრათ, რომ ძირითადად არის ერთი მხარეა, რომ დაუშვათ ვყიდულობთ რაღაც, ვარჩევთ რაღაცა მასალას და მეორე მხარეა, რომ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია დამატებით აქსესუარებზე, არ გვაქვს ინფორმაცია მონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე და არ გვაქვს ინფორმაცია მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე მგონი ეს სამივე ისეთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მასალის შეძენამდე უნდა იყოს გათვალისწინებული. აჰა. ეხლა მინდა ესეთ თემას შევეხო, მაინტერესებს შენი აზრი, გაიზრდება თუ არა მოთხოვნა ეკომეგობრულ მასალებზე და ენერგოეფექტურ მასალებზე, რა თქმა უნდა. მე მგონი უკვე გაზრდილია, იმიტომ რომ აქტიურად გამოიყენება უკვე ენერგოეფექტური მასალები, როგორც სამშენებლო კუთხით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ლამინირებული მინები, რომელსაც ფასადისთვის გამოიყენებენ. რაც შეეხება ეკომეგობრულობას, თავისთავად ცხადია, რომ მთელი მსოფლიო მიექანება და უჭირავთ ის გეზი, რომ იყოს მაქსიმალურად ეკომეგობრული და 100%-ით გადამუშავებადი პროდუქცია. თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნული სტატისტიკა ყოველწლიურად გაიზრდება და ბაზარზეც მოთხოვნა შესაბამისი მიმართულებით გაიზრდება. ეხლა როგორია ამის მოთხოვნა ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე გვაქვს უკვე თუნდაც იგივე ავეჯის მიმართულებით შემიძლია რომ მაგალითი მოგიყვანოთ, რომ არის უკვე მოთხოვნა გაჩენილი არა მხოლოდ ვიზუალურ და ესთეტიურ მხარეს ექცევა და ხარისხს, არამედ
კითხვები არის დაუშვათ რამდენად ეკომეგობრული ნაჭერი აქვს გამოყენებული ავეჯზე. უკვე არის ეს მოთხოვნა გაჩენილი და თავისთავად ცხადია რომ ყოველწლიურად გაიზრდება. აი ხა ნაჭერს შევეხეთ და მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე ალერგიული ნაჭერი ავეჯთან მიმართებაში, რასაც ერიდებიან მომხმარებლები. რა უნდა გაითვალისწინონ? აი მეც ალერგიული ვარ ძალიან და აი პირობითად უნდა გავითვალისწინო თუ არა მასალის შერჩევისას ეს ფაქტორი. ნებისმიერ წარმოებას ჩვენ ახლა რომელ წარმოებასთანაც თანამშრომლობთ, აბსოლუტურად თითქმის ყველას აქვს თავისი პროდუქციის სახელმძღვანელო ერთი, მეორე არის სატესტო რეპორტები, სადაც აღწერილია დეტალურად რა სახის ტესტირება ჩაუტარდა, რამდენად მდგრადი იყო და ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ალერგიასთან დაკავშირებით. რამდენად კი თავისთავად. არსებობს ესე კი გარანტია. ამის ოფიციალური შეიძლება მოთხოვო დაუშვათ როგორც ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მომხმარებელმა მოგთხოვოს რომ წარვადგინოთ სერტიფიცირებულია თუ არა პროდუქტი, ჩვენ იგივეს ვაკეთებთ წარმოებლისგან და ვითხოვთ რომ მოგვაწოდეთ შესაბამის პროდუქციას შესაბამისი სერტიფიკატი. რაც არის ძალიან კარგი რეალურად. კარგი, გადავალ შემდეგ კითხვაზე. მაინტერესებს დღესდღეობით რომელია ყველაზე გამძლე სამშენებლო მასალა? სამშენებლო მასალები რა არის გამძლეობით ბევრი შეგვიძლია რომ ჩამოვთვალოთ, თუმცა შემიძლია გამოვყო მინის დამუშავება, შუშა ძალიან მაღალ დონეზე ავიდა უკვე ტექნოლოგიურად ძალიან მაღალ დონეზე. ასევე არის ალუმინი, რომელიც აქტიურად ხდება უკვე თითქმის ყველაფერში და ერთ-ერთი კიდევ ახალი თანამედროვე ტენდენციაა და უკვე ინერგება, მე მგონი ჩვენთანაც მალე შემოვა უკვე საუბარი არის ბოჭკოვან ცემენტზე. რომელიც გაცილებით მდგრადია, არა ჩვეულებრივ ცემენტს არაფრით არ ჩამოუვარდება სიმყარით და მდგრადობით, არის, თუმცა აქვს თავისი პლუსები, რომ არის მსუბუქი. აპირებ შემოტანას. კი. აპირებ. აი დეკორატიულ მასალებზე რაც გვეტყვი, რამდენად არის ტექნიკურად გაუმჯობესებული? დეკორატიულ მასალებს რაც შეეხება, თავისთავად ცხადია, რომ ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველწლიურად რაღაცები ვითარდება რა, ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილი არის პირობითად შუშის ბლოკები, რომელიც წლებია გვახსოვს და გამოიყენება. თუმცა მანდაც კი არის განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა ამ დეკორატიულმა მასალებმა. ეხლა როგორც შეგვხვდება აგურის ფორმის, შეგვხვდება საფასადე იგივე მასალის გამოყენება, რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ იგივე ეს აგურის ბლოკები და აგურები, კომპოზიტური მასალები, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველგან, ადრე ძირითადად კომპოზიტურ მასალებს გამოიყენებდნენ ინტერიერში, თუმცა განვითარებასთან ერთად ეს გახდა ექსტერიერშიც მათი გამოყენება უკვე შესაძლებელი. იცი რა მაინტერესებს, როგორ მოქმედებს ზოგადად ტენიანობა მასალებზე? გულისხმობ თუნდაც რაღაც მზის სხივებს ან ტემპერატურის რაღაც ცვალებადობას, რაც შეიძლება უკვე გავლენას ახდენდეს კონკრეტულად მასალაზე. აი აქ თუ ხედავ რამე საფრთხეს და როგორ შეიძლება ამ საფრთხეს რა არის ის საფრთხეს იმდენად ვერ ხედავ, რამდენადაც ყოველწლიურად აქაც ვამჩნევთ, რომ იგივე მწარმოებლები ხვეწენ თავის პროდუქციას და მადლობა რომ ჩვენთანაც უკვე შემოდის რაღაცნაირად ეს სტანდარტი იგება, თუნდაც იგივე საფასადე მასალებს რო შევეხოთ, ეგრეთ წოდებული ჩვენთან ესე ეძახიან Fundermax და Alucabonds, რომელიც ერთი არის ალუმინის კომპოზიტური პანელი და მეორე არის HPL პანელი, რომელიც არის მაღალი წნევით დაპრესვილი მასალა, სხვადასხვა ქაღალდებია რეალურად ეს HPL პანელი, რომელიც გუდრონში არის მაღალ წნევაზე დაპრესილი და გამოიყენება აქტიურად ფასადის მოსაპირკეთებლად. რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, თავისთავად ცხადია, რომ წარმოებლის პირდაპირი გათვლა, რომ ის რაღაც ფერი არ შეიცვალოს, ქარს გაუძლოს, წვიმას გაუსვლოს და ასე შემდეგ. იგივე რაც წეგან ვახსენეთ, სატესტო ფურცელთან დაკავშირებით, იგივე ტესტები უტარდება, შესაბამისი ტესტები უტარდება აღნიშნულ მასალებს. ეს იქნება ალუმინის კომპოზიტური მასალა თუ HPL პანელი. შესაბამისად, წარმოებელი მაქსიმალურად ითვალისწინებს იმას, რა ტემპერატურაზე შეიძლება იყოს გათვლილი, ეს იქნება მზე, ქარი, ყინვა და ასე შემდეგ. ამის შესაბამისად იყენებენ ულტრაიისფერი სხივის დამცავ ფენას, რომ აირეკლოს მზის სხივი და არ გააფუჭოს ზედაპირი, არ დაუკარგოს იერი და არ შეუცვალოს ფერი.
კი ბატონო. აი მე მსმენია ესეთი რაღაც, რომ თუნდაც ლამინატის დაგებამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შავი სამუშაოები შესრულდეს სწორად, ხო? აი იქნებ აგვიხსნა, რატომ ექცევა ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. ნებისმიერი მასალა იქნება ეს ლამინატი, იქნება ეს ვინილის იატაკი, იქნება იგივე ეს ბოჭკოვანი ცემენტის ფილები. ნებისმიერი მასალის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სრულყოფილად, რაც გულისხმობს ეს იქნება იატაკის მოსწორებიდან დაწყებული, დამთავრებული რაღაც ტექნიკური სხვადასხვა დეტალებით, რომელიც შემდეგ უკვე ექსპლუატაციის ვადებში და პირობებში აისახება ან დადებითად ან უარყოფითად. ნებისმიერ მასალას აქვს რაღაც გარკვეული სახის სტანდარტი და სახელმძღვანელოები, როგორ უნდა მოხდეს ამ მასალების გამოყენება სწორად და როგორ უნდა მოხდეს მე ამათი მოულა. აი მასალების სტანდარტებზე და ხარისხებზე მინდა გკითხო, როგორ უნდა შეირჩეს? არსებობს თუ არა რაიმე სტანდარტი, რითაც იზომება ესე ვთქვათ მასალის ხარისხი? რაღაც საერთაშორისო სტანდარტი თუ არსებობს რაიმე ისეთი. რაც შეეხება მასალების ხარისხს, თავისთავად ცხადია, რომ არსებობს. იგივე რაც ვახსენეთ, თუნდაც რო ავიღოთ დაუშვათ ვინილის იატაკი არის რამდენიმე კატეგორია და ეს კატეგორიები იყოფა რა ტრაფიკზე უნდა იყოს გათვლილი. პირობითად რამდენმა ადამიანმა უნდა გაიაროს ამ ვინილის იატაკზე. სახლის პირობებში გამოიყენება სხვა დატვირთვის ვინილის იატაკი, საჯარო სივრცეებში გამოიყენება სხვა იატაკი და ასევე არსებობს ინდუსტრიული ვინილის იატაკი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში. ერთ-ერთი მინდა აღვნიშნო, კიდევ სიახლე მოგაწოდოთ განსაკუთრებით. რაღაც დღეს ძალიან სიახლეები გვაქვს ამ პოდკასტში. განსაკუთრებით მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ჩაუშვით გაყიდვაში ინდუსტრიული ვინილის იატაკები, რომელიც გულისხმობს როგორც საკალიდორე და პალატის ვინილის იატაკებს, ასევე საოპერაციო და რადიოლოგიური ოთახების ვინილის იატაკებს. რაც არის ძალიან შთამბეჭდავი, ნამდვილად გილოცავთ. მადლობა. მე მაინტერესებს, აი მასალების შემოწმებაზე ვსაუბრობდით და როგორ ამოწმებთ მასალებს? ხო, სანამ ჩამოიტანთ, სანამ გაყიდით, ამ მასალის ხარისხს როგორ ამოწმებთ და გამძლეობას? ამ მასალის ხარისხს და გამძლეობას რაც შეეხება ამოწმებენ ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლები, პლუს ამას ვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტაციას, სანამ ჩვენსა და მწარმოებელს ეს იქნება ქარხანა თუ წარმოება, ჩვენს შორის შედგება გარკვეული სახის ურთიერთობა, ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტაციას მათგან პროდუქციის ხარისხის შესახებ. და რა ტიპის მოვლა საჭირო ისე, რომ არ დაზიანდეს კონკრეტული მასალა? რაც შეეხება მოვლას, იგივე როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნებისმიერ მასალას აქვს თავისი ერთგვარი ესეთი ბჭყალებში, რო თქვა, სახელმძღვანელო, სადაც ზუსტად არის გაწერილი, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს იქნება სამონტაჟო სამუშაოები, ზუსტად როგორ ხდება მათი გამოყენება, ასევე მოვლის პირობები, რა უნდა მოვარიდოთ და პირიქით როგორ შეიძლება რომ მოუვაროთ. გასაგებია. კიდევ ერთი სიახლე მინდა გითხრათ, ესე იგი საუბარი არის შშმ პირების საფეხმავლო ბილიკის მოწყობაზე, დავამატეთ ახალი პროდუქცია, რამდენიმე თვის წინ ჩამოტანილი გვაქვს უკვე სხვადასხვა კატეგორიის საფეხმავლო ბილიკების ნიმუშები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორც შიდა გამოყენების, ასევე გარე გამოყენების საერთოდ სხვადასხვა მასალები არის. გვაქვს ჩვენ PVХ, ეგრეთ წოდებული PVХ-ს მასალა, თერმოპლასტიკი და თავისთავად ცხადია უჟანგავი ლითონი, რომელიც გამოიყენება როგორც შიდა სივრცეებში, ასევე გარე სივრცეებში მოსაწყობად. ეს დაანერგეთ უკვე? კი, გვაქვს უკვე აქტიურად რამდენიმე კომპანიას ვესაუბრებით აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, აღნიშნული მასალების შეტანაზე და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ რეალურად ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების, ფოტოების და ვიდეოების გაზიარებას ჩვენ სოციალურ ქსელებში. მამუკა, სანამ პოდკასტის ჩაწერას დავიწყებდით, შენ საუბრობდი და ახსენებდი ალუმინის სახეობებს, ხო? მე ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ არსებობს ერთი ალუმინის სახე და რაღაც სახეობები ახსენე და იქნებ მითხრა და უთხრა მაყურებელს რა ალუმინის სახეობებს გულისხმობ. კეთილი, კი ბატონო, არა მარტო თქვენ პრინციპში ყველას მასე გონია, მეც მათ შორის მეგონა რომ მხოლოდ ერთი ალუმინი არსებობდა, თუმცა
ამ გამოცდილებამ ამ სფეროში მომცა საკმაოდ დიდი ინფორმაცია ალუმინთან დაკავშირებით, რომ რეალურად არსებობს 8 სხვადასხვა კატეგორიის ალუმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში და უძლებს როგორც სხვადასხვა კლიმატურ პირობას, ასევე რაღაც და რისგან სხავდება ეს 8 ერთმანეთისგან? პირობითად რო ავიღოთ რაღაც ალუმინი, დაუშვათ ავიღოთ 5000 სერიის და ზევით 5000, 6000, 7000, 8000 სერიის ალუმინები ძირითადად გამოიყენება და გვხვდება ეზოს გამოყენების გარე ავეჯში, მაგის კონსტრუქციას აკეთებენ, ასევე ბევრი გვხვდება ფასადის მოსაპირკეთებლად, რაც შეეხება 4-5000 სერიის ქვემოთ უკვე ეს ითვლება რომ უფრო დაბალი ხარისხის ალუმინია. რაც უფრო ალბათ ინტერიერისთვის? კი, და ძირითადად აღნიშნული გამოიყენება უფრო ინტერიერში. ნამდვილად ძალიან ბევრი და საინტერესო სიახლე გაგვაცანი. უღრმესი მადლობა მინდა გითხრა რომ მოხვედი და იყავი ჩვენი სტუმარი. რამის თქვა ხო არ გინდა? კი, მინდა აღვნიშნო ლეთმის და რინოქსის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია. მეამაყება, რომ ჩვენ წლებია უკვე ერთად მოვდივართ და ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მომწონს და დადებითად ვაფასებ, რომ რინოქსი თავის მომხმარებლებს თავაზობს მაღალ სტანდარტს. მადლობა უღრმესი, მადლობა ძალიან დიდი მამუკა, ძალიან გამიხარდა დღევანდელი შეხვედრა, მე ძალიან ბევრი სიახლე გავიგე და ძალიან ინფორმირებული ვარ უკვე ამ საკითხებთან დაკავშირებით. დრო არ რომ დავიმშვიდობთ ჩვენ მაყურებელს და შევხვდებით მომავალ პოდკასტზე.